სურსათის მაღაზია, საცხობი და აგერ პატარა კაფეც, ყველაფერი ეს ფიროსმანის 8 ნომერში და რა თქმა უნდა საცხობის სახელის ფიროსმანია. სუნი არის არაჩვეულებრივი, აი ძალიან ესეთი სასიამოვნო ფაქტიურად, აი როგორიც სულმა რო შემოგვიყვანა ესეთი რაღაცა იყო, იმდენად სასიამოვნო, არა, დიდი მადლობა, ტკბილს ვერიდები და დაგვაინტერესა თუ როგორ მზადდება ეს ყველაფერი. აქ ხაჭაპურიც ცხება, კიდე აი მენიუში რა გაქვთ, პიცაც ძეხს უყურებ, პიცაც აგაქვთ, ხო? კი. პიცაც აგაქვთ და კიდე აი ღვეზელი ეს ისია. ეს კარტოფილი. კარტოფილის ღვეზელი ლობიანიც ალბათ? ლობიანი არა. ლობიანი არა, ამ წუთში არა გაქვთ, ისე ხო აკეთებთ? კი, მაგრამ არ გადიწყდა გამაჩერეთ დროები. კარგი ბატონო, გასაგებია. დავიწყებ იქიდან რომ მაგი და კარგია. უჟანგავი მაგი და რომელზეც კეთდება აი ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მარტივი გასაწმენდი არის, კარგად იწმინდება და სწორი რეცხვა დეზინფექცია ხდება. ეხლა რა მაინტერესებს? თქვენ სულ გაქვთ 2 სველი წერტილი, 2 ნიჟარა. რას სად რეცხავთ? აი მაგალითად, სად რეცხავთ კარტოფილს, ბოსტნეულს და ასე შემდეგ და სად რეცხავთ ჭურჭელს? სადიბანთ ხელს? ხელის დასაბანი იქნება. ხო. გაწვენებთ ეს აქ არის მარტო ჭურჭელს რეცხავთ. ჭურჭელი აქ ერთჯერადებია, აქ კატალიკია. ჩემს ხელსაწყოზე. არა, ხელსაწყოზე ვამბობ, აქ რეცხავთ. კი ბატონო. კი, მესმის ხელსაწყოს გულისხმობს ზუსტად. არა, მაცივარი რომელიც დევს ობიექტზე და რომელიც ჩვეულებრივად არის სავსე, მაშინ თუ თქვენი არ არის გატანილი უნდა იყოს, თუ აქ არის და პროდუქტით სავსეა და მით უმეტეს იმ პროდუქტით, რომელიც შეიძლება თქვენც გამოიყენოთ, ჩემთვის არის ჩვეულებრივად. ამ მაცივარში თქვენ რო არ იხედებით, ჩემთვის გასაგებია და მე მგონი არავინ არ იხედება, იმიტომ რომ დაობებული პროდუქტი არის შიგნით და ყველაფერი აი ნახეთ რა მდგომარეობაშია. თქვენი მაცივარი არის იმაში, ქალბატონო, საცხობში, თქვენი მაცივარი ტერიტორია. არ გვაქვს ტერიტორია და დავტოვეთ აქ. ეს მაცივარი არის. და მე საიდან ვიცი რომ თქვენია, სადაწერია რომ თქვენია და რატო მე ვხმარობ ესაა მათი, ესაა ჩემი მაცივარი. ხო, მაგრამ მაშინ გაიტანეთ და დაობებული პროდუქტები არ უნდა იყოს. აი ამას გაწმენდა რომ უნდა ნახეთ. ხო, კი ამას ეს ვიწაფოთ, ხა? ეს არის ნამცხვარი გამზადებული, ხო? როდის დაამზადეთ? დღეს დაკრემეთ. დღეს დაკრემეთ. ეს ცომია, ხო, მოცომილი სავარაუდოდ, კი. ეს რა არის, ქალბატონო, მითხარი? ზევიდან შეხედეთ რა არის? არა, ეს ქვივიანი. ესეც ქვილია, ეს მწვანე როა? აი, გაურეცხავი ბოსტნეო. შეიძლება ერთად იყოს? ეს როდინდელია? ეს ახალია აშკარი, ეს არ არის ძველი. მაგრამ აი ამისი რა მოგახსენოთ? აი ეს მაეჭვებს, აი ეს ლაქ. დავათვალიეროთ პროდუქცია, რაც მომწონს და კარგია, რომ ნამცხვარი არის გადაფარებული ცელოფანით, აი რაღაცა მედოკის დამაგვარი ნამცხვარია. აი ეს დანარჩენი პროდუქცია არის ქა და ხაჭაპური, ღვეზელი და პიცა. აგერ ხედავთ, რაც მე არ მომწონს, ის არის კვერცხის ყუთი, იმიტომ რომ კვერცხი ზოგადად ისეთი ცოტა სათუთი პროდუქტია, სალმონელის გადამტანი და შესაბამისად ყუთი პროდუქტთან არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის ღია პროდუქცია საცხობის და კვერცხის ყუთი კიდევ მაინც არასასურველია. მოდით შევიდეთ ამ სურსათის მაღაზიაში, აი ესეთი კარია, ჩვეულებრივი პატარა სურსათის მაღაზია, ჩვენ რა თქმა უნდა უფრო გვაინტერესებს თუ რა ხდება სამზარეულოში, სადაც აცხობენ იმ პროდუქციას, რომელიც ვიტრინაში ვნახეთ. აქ კი ჩვენ ხედავთ ყველაფერს ერთად, ანუ სურსათი, შეფუთული პროდუქცია, ასევე ღია აგერ არის ის კვერცხიც. ძეხვეული, აირანი, არაჟანი, ცოტა არეულია. აი დანარჩენზეც ვიცი რომ მადონა გაამახვილებს ყურადღებას და აუცილებლად ისაუბრებს იმაზე, რომ აქ არის ქიმია, სხვადასხვა ქიმიური საშუალებები და ასევე პროდუქტი ერთად, სურსათთან ერთად არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. მაცივარი უფრო ხშირად რო გამორეცხოთ. ეს რა არის? ეს კარაკი. და კარაკიც ასე არ უნდა ინახებოდეს. ნახეთ, ამისთვის არსებობს კონტეინერი. ხო შეგიძლიათ გადაიტანოთ. ხო, ახლა თქვენ თვითონ მოგწონთ, არ მოგწონთ და აი აქ ნახეთ, მაცივარიც გაწმინდეთ, ხო? მაცივარი აი აშკარად გასაწმენდია, აი მაცივრის გვერდითაც ნახეთ.
ტერიტორია დასალაგებელი არის, ასე არ უნდა იყოს. მით უმეტეს მაგი და კარგი გაქვთ, ღუმელი კარგი გაქვთ, ონკანები გაქვთ, ნიჟარები ნორმალურ მდგომარეობაშია. თქვენ ტერიტორია თუ ნაქირავები გაქვთ, თქვენ უნდა გქონდეთ შესაბამისი პირობები და ესეც მაგათია, კარადა? არა, კარადას მე ვშინით თაფი და ასეთ რაღაცაები მიდე. კარადაში ინვენტარი გაქვთ. ნახეთ, ამას ხო ხმარობთ იმისთვის და აქვე გაქვთ აი გარედან შემოტანილი სამოსი და კაი რა. აი რა უნდა ამას და ამას თქვენ თვითონ აი დაგესვრებათ. აი ამასაც რა უნდა ეს არის რა ქვია. თქვენი სამოსი სხვაგან უნდა იყოს. წერიდან ნაგავი არ უნდა იყოს, უნდა გაიტანოთ ყველაფერი გარეთ. ჩემს პრინციპში გასაგებია ყველაფერი და ალბათ მაყურებლისთვისაც ეს არის ბათუმის ცენტრი და საკმაოდ ხალხმრავალი ადგილი. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი მომხმარებელი დადის აქ. აქ პერსონალი სვამს ყავას, მაგრამ აი ასეთი ტილოები იყოს მაღაზიაშიც უნდა იყოს შესაბამისი სისუფთავე და აი შეხედეთ როგორი მოუწესრიგებელია, ძალიან ცუდია. მაღაზიას უყურებთ, მაღაზიაც არ არის სათანადოდ დალაგებული და მოწესრიგებული სამწუხაროდ. ცალკე უნდა იყოს აი ასეთ მეზობლობაში სარეცხის საშუალებები და ქიმიკატები და პროდუქტი ერთად არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ფხვნილი რომ მიაწოდოთ მომხმარებელს, აი ფხვნილიდან ხშირ შემთხვევაში ცვივა. ხო არის აი ყუთებიდან რო ცვივა და აქვე შაქარი გაქვთ. აი ნახეთ კონსერვი თევზის და ტარაკნის ის რა ქვია და ბუზის წამალი. აი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ცალკე უნდა იყოს. იატაკი არის ძალიან ჭუჭყიანი, რაღაცა ნაგავი ყრია და იქ არის უამრავი მტვერი და ნაგავი. აი შეხედეთ აი ვიზუალურად რა თქმა უნდა არასასიამოვნოა. სისუფთავე ობიექტს ცოტა არ იყოს აკლია რემონტიც, მაგრამ ეს უკვე ჩვენი კომპეტენცია არ არის, ალბათ ყველაფერს გაითვალისწინებენ და გამოასწორებენ. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ვართ ბათუმში ფიროსმანის 8 ნომერში.